მოგესალმებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 1 აგვისტოს ბრალდებული სახით სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი თკ დააკავა. ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგაბლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლდსა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ახდენდა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას. საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 18 ივლისს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების ჯამში 826.815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 11 პირი. მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლდ. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტო ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა 826.815 ლარის ოდენობით. სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200.180 და 362 მუხლებით, რაც სასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების და კორუფციის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას. მადლობა.